გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვართ ქართული რესპუბლიკის გუნდის ყოველკვირეულ პირდაპირ ეთერში, სადაც გამოშვებით ხან მე, ხან ჩემი მეგობრები, შევეცდებით ჩავერთოთ ესეთ პირდაპირ გადაცემაში და განვიხილოთ მიმდინარე მოვლენები. დღეს მინდა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ ვითარდება წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ, რა პრობლემები და რა გამოწვევები გვაქვს და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ამ ყოველივეს. არ შეიძლება არ დავიწყოთ პირველ რიგში იმით, თუ რა კანონები მიიღო რეჟიმმა, ვიცით რომ გამკაცრდა ქუჩის გადაკეტვა, შეკრებები, მათ შორის ნიღბის ტარება და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ადამიანები ნიღაბს ატარებენ იმისთვის, რომ მათ არაპროპორციულად და უსამართლოდ დიდი სასჯელი 5,000 ლარი არ დაეკისროთ ყოველ აქციაზე გამოჩენაზე. უკვე მრავალი ადამიანი გვყავს, ვისაც ასეთი ფინანსური პრობლემა შეექმნა სამწუხაროდ და ისინი იყენებდნენ ნიღბებს იმისთვის, რომ თავი აერიდებინათ მსგავსი უსამართლო კიდევ ერთხელ გამომეორდები სასჯელისგან. აი ამ ასე ვთქვათ, ახალი კანონის ფარგლებში უკვე ნიღბის ტარებაც შეიძლება საბოლოო ჯამში უფრო დიდი სასჯელების წინაპირობა აღმოჩნდეს, გზის გადაკეტვა მეორედ უკვე ერთწლიან ციხეს ითვალისწინებს და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტრადიციად ქცეული რუსთაველის გადაკეტვა როგორმე აღმოფხვრას ხელისუფლებამ. რასაკვირველია, ეს ერთი მხრივ აჩვენებს იმას, თუ რამდენად დიდი პრობლემა არის ყოველდღიური აქციები მთავრობისთვის, მაგრამ მეორე მხრივ თავისთავად გამოწვევაა წინააღმდეგობის წევრებისთვის. იმისთვის, რომ ეს გამოწვევა გადავლახოთ, გვაქვს რამდენიმე ტექნიკური, ჩემი აზრით, მიმართულება ასარჩევი, მათ შორის მე უკვე გავეცანი გიორგი ახობაძის შეთავაზებას, რომ იმ ადამიანებმა, ვინც წინააღმდეგობაში არიან ჩართულები, ვინც შეიძლება ყოველდღიურად ან იშვიათად გამოდიან უკვე რუსთაველზე, ბოლოს და ბოლოს შევძლოთ დაორგანიზება და ჩვენს რუსთაველზე ყოფნას მივცეთ გარკვეულწილად რაღაც წესებში და რაღაც ცვლებში, ასე ვთქვათ, მორიგეობის ფორმა, რის მეშვეობითაც შევძლებთ, რომ ყოველ დღე რუსთაველზე შეიკრიბოს იმდენი ადამიანი, რაც იქნება საკმარისი იმისთვის, რომ რეჟიმმა ვერ მოახერხოს თავისი უსამართლო წესების გავრცელება ჩვენი პროტესტის მონაწილეებზე და არ მოხდეს მათი ფინანსურად დაზარალება ან უბრალოდ საპატიმროში აღმოჩენა. ამისთვის ძალიან ცოტა დრო გვაქვს, დაახლოებით ერთი კვირაც კი აღარ რჩება. ნახოთ, მეც ვეცდები, რომ სხვა ადამიანებს შევეხმიანო, ალბათ ყველანი ვეცდებით, რომ ერთმანეთს დაუკავშირდეთ და რაიმე მსგავსი ერთიანი მიდგომა ჩამოვაყალიბოთ იმაზე, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან, მათ შორის აი ამ უკანონო და არასამართლიანი ახალი წესების გავრცელება. ეს ერთი და დღევანდელ დღესთან ყველაზე მეტად დაკავშირებული ამბავი. მეორე ამბავი, რაზეც მინდა გესაუბროთ, არის ის, თუ ზოგადად რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის რუსთაველის პროტესტი შენარჩუნდეს. მე სადაც აქამდე მომიწია საუბარი, ყველგან აღვნიშნავდი, რომ რუსთაველის გადაკეტვა და რუსთაველის აქციები არ არის არც ერთ შემთხვევაში საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულები ვიყოთ ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლაში, ხო? ამას ეხლაც ასე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ეს დიდი ხანი არ შეიცვლება. ამიტომ მინდა ეხლა ახსნა, მაინც რატო ვთვლი, რომ აუცილებელია ყოველდღიური მათ შორის აქციების გამართვა. პირველ რიგში ეს აჩვენებს ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომელსაც ზოგიერთი სამართლიანადაც თვლის, რომ საკმარისი ყურადღება არ დაუთმიათ ჯერ საქართველოსთვის, რაც ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ დღეს იმდენად სწრაფად და იმდენად დიდი მნიშვნელობის გეოპოლიტიკური ძვრები ხდება ყოველდღიურად ლამის, რომ რთულია ასეთ დროს სახელმწიფოები კონცენტრირდნენ რაიმე ერთ მიმართულებაზე, ხო? მაგალითად, გუშინ წინ ნახეთ ეგვიპტეში ჩატარდა მშვიდობის სამიტი, რომელსაც ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ფაქტობრივად ყველა ესწრებოდა, ასევე ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატები, ტრამპი მთავარი ფიგურა იყო, ესწრებოდა სხვა დასავლური ქვეყნები, მიიღეს მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რომელიც უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის უზრუნველყოფას, რამდენიმე დღის წინ ასევე დასრულდა ჰამასსა და ისრაელს შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება, უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა მოხდა, თორე სრული საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება რა თქმა უნდა ჯერ არ გვაქვს, მაგრამ რაც საბედნიეროა, ტყვეები თავისუფლდნენ ორივე მხრიდან და მოკლედ აი ესეთი მნიშვნელოვანი ამბებით არის დახუნძრული ყოველდღიურობა და ასეთ დღის წესრიგში ძალიან რთულია რომ ვინმე იმდენად მოიცავოს საქართველოსთვის რომ ჩვენთვის ხელშესახები აღმოჩნდეს მათი დახმარება დღეების ან კვირეების ფარგლებში. თუმცა პროტესტმა რაც შეძლო და რასაც მიაღწია, რასაც მათ შორის ბევრი ადამიანი არ აღიარებს ისეთები, ვისი რიტორიკაც ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ქართული ოცნების რიტორიკას ერთ-ერთი ემთხვევა, არის ის, რომ ამ პროტესტის მეშვეობით
ხელისუფლება, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება და დასავლეთი ერთმანეთისგან გამიჯნულები აღმოჩნდნენ და არავინ აპირებს მათთან ურთიერთობას ერთი მხრივ მანამ სანამ საქართველოში დაინახავენ რომ არსებობს წინააღმდეგობის კერა და ადამიანები გამოხატავენ აი თელს მოსახლეობაში დაგროვილ უარყოფით დამოკიდებულებას რეჟიმის წინააღმდეგ რაც არსებობს ეს ერთი პირობაა ჩემი აზრით რაც მათ აიძულებს რომ არ შევიდნენ თანამშრომლობაში ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ აქ არის კიდე მეორე პირობა, რომელიც ასევე ჩვენზე შეიძლება ნაკლებად იყოს დამოკიდებული, თუმცა მაინც მოქმედებს, მე ვფიქრობ და ეს არის ის, რომ ყველამ კარგად იცის, არა მხოლოდ დასავლეთში, არამედ აღმოსავლეთში და დედამიწის ალბათ ნებისმიერ წერტილში, სადაც უბრალოდ ანალიზს აკეთებენ, რომ დღეს ივანიშვილის რეჟიმი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სუვერენულ წარმონაქმნს. ასე ვთქვათ, ის არ არის საკუთარი სურვილების მიხედვით მოქმედი რეჟიმი და ხშირ შემთხვევაში ყველგან ჩანს თუ რამდენად დამოკიდებულია იგი ჩრდილოეთზე და პუტინის კრემლისტურ რეჟიმზე. ამიტომ ეს მეორე წინაპირობაა, რის გამოც დასავლეთში, მათ შორის და სხვა ქვეყნებში თავს შეიკავებენ მასთან თანამშრომლობისგან, მანამ სანამ ყოველ შემთხვევაში რუსეთი აგრძელებს თავის აგრესიულ ომს უკრაინაში და ამ მიმართულებით არავითარი, ასე ვთქვათ, სამშვიდობო შეთანხმება და ამისკენ მიმავალი ნაბიჯები ყოველ შემთხვევაში არ ჩანს. ასია თუ ისია, ჩვენ რაც არ უნდა დახმარება აღმოგვიჩინონ ან არ აღმოგვიჩინონ დასავლეთიდან, მაინც ვალდებულები ვართ იმისკენ ვიაროთ, რომ რაც შეიძლება მეტი წინააღმდეგობა გაუწიოთ რეჟიმს და აი ამ წინააღმდეგობაში თავისი მნიშვნელოვანი ღირებულებითი და სიმბოლური როლი ენიჭება პროტესტის ყოველდღიურად გამოხატვას, იმიტომ რომ ეს ფაქტობრივად არის ბოლო ბასტიონი მთელს ქვეყანაში, სადაც ჩანს რომ ქართველი ხალხის ნაწილი არ ეგუება რეჟიმის ასე ვთქვათ უსამართლობას და იმას რომ ქვეყანა ყოველდღიურად უფრო და უფრო დამოკიდებული ხდება რუსეთზე. მეორე მხრივ, ჩემი აზრით, მთავარი ბრძოლის მიმართულება უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი არათუ გამოვიდეს სახლებიდან, არამედ უბრალოდ მოძებნოს თავისი თანამოაზრეები, ასეთი ჯგუფები უკვე მრავალი შეიქმნა, კიდევ ერთხელ მეორდები, იქნება ეს ერთობა, გვაქვს ახალი პარტიებიც, როგორც არის თავისუფლების მოედანი, ჩვენ ვცდილობთ რომ გარკვეული გუნდი ჩამოვაყალიბოთ, რომელსაც თავისი ხედვები ექნება და მრავალი ერთი სიტყვით გუნდი არსებობს, რომელიც დაპირისპირებაში არის არსებულ რეჟიმთან და უნდა რომ ცვლილება რაც შეიძლება მალე დადგეს. თუმცა ის რომ ახლა ერთკვირიანი და 4 ოქტომბრის მსგავსი ვადები განსაზღვროთ, ჩემი აზრით არასწორია. ყველა შემთხვევაში ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩავერთოთ აქტიურად აი ესეთი ჯგუფების, გაერთიანებების და ვისაც რაიმე პარტიები მოგწონთ, მათ შორის დაეხმარეთ ამ პარტიებს, რომ აჯანსაღონ თავიანთი მოქმედებები და თავიანთი დღის წესრიგი, იმიტომ რომ სხვაგვარად მხოლოდ მათ შორის ხმის ამოღებით, რასაც ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ჩემი აზრით უფრო მეტმა ადამიანმა ღიად უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც არ იქნება საკმარისი, ჩვენ უნდა დავიწყოთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ამას ვერ შევძლებთ თუ არ ვიქნებით რაიმე გუნდის წევრი, თუ არ გვეყოლება თანამოაზრეები, რომელთან ერთადაც დავგეგმავთ ამა თუ იმ მოქმედებებს და შემდეგ განვახორციელებთ და საბოლოო ჯამში მე წარმატება მესახება ისე რომ ყველა ასეთი ჯგუფი, პატარა იქნება თუ დიდი, ერთმანეთთან კოორდინაციაში შესვლით და ერთმანეთთან თანამშრომლობით მოახერხებს სხვებთან ერთად საერთო მიზნების არათუ დასახვას, არამედ შემდეგ აღსრულებას და მერე უკვე ბევრ სამოქალაქო მოძრაობას, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში და მთლიანად სამყაროში გააჩნია წარმატების უამრავი მაგალითი თუ როგორ შეიძლება მშვიდობიანად ნამდვილად მაგრამ ძლიერი წნეხის ფონზე იქნება ეს ბოიკოტი, იქნება ეს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, გაფიცვები და ასე შემდეგ მიაღწიოს წარმატებას, მათ შორის ისეთ რეჟიმთან, როგორც არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც სინამდვილეში არც ისე ძლიერია, მთავარი პრობლემა ჩვენი არის ის, რომ ჩვენ არ ვართ საკმარისად ძლიერები, თორე ბიძინა და მისი რეჟიმი იმაზე უფრო მყიფეა, ვიდრე შეიძლება ეს TV იმედიდან ან პოსტივიდან ჩანდეს. ეს არის ძირითადი ის საკითხი, რაზეც მინდოდა მესაუბრა. ასევე ამ დღეებში ოპოზიციურ ტელევიზიებში იყო საუბარი იმაზე, რომ საჭიროა მესამე ძალა, ან არსებული პარტიები ვერ აკეთებენ სათანადოდ ბევრს იმისთვის, რომ პასუხი გასცენ და ასე ვთქვათ
დააკმაყოფილონ ის მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, ამას აბსოლუტურად ვეთანხმები და ისევ დაუბრუნდები იმას, რომ ახალი პარტია ან ახალი მოძრაობა აუცილებლად შესაქმნელია და ზოგიერთ შემთხვევაში ეს არ არის აუცილებელი, რომ იყოს უშუალოდ პოლიტიკური პარტია, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში დღეს ყველა ადამიანი, ვინც აქტიურად იქნება ჩართული ასე ვთქვათ, წინააღმდეგობაში თავისთავად წარმოადგენს პოლიტიკურ აქტორს. აი, მაგალითად ავიღოთ სინდისის პატიმრების მშობლები, ხო, ზურაბ ცეცხლაძე და სხვები. ისინი არ არიან პოლიტიკური პარტიის წევრები და არც პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი გააჩნიათ, მაგრამ თავისთავად არიან პოლიტიკის შემოქმედები, იმიტომ რომ აქტიურად ყოველდღე არიან ჩართულები ჩვენი პოლიტიკის საკითხებში. ამიტომ ასეთი ადამიანების გააქტიურება და მათი ერთობის მიღწევა მათ შორის მოგცემს იმ შედეგს, რომელიც დიდი ხანია უკვე ქართული საზოგადოებისგან ასე ვთქვათ მოთხოვნის სუბიექტს წარმოადგენს და არ არის აუცილებელი, რომ ეს იყოს მაინც და მაინც პოლიტიკური პარტია. თუმცა, რაც მეტი პარტია გამოჩნდება, თავისთავად უკეთესია ჩვენი პოლიტიკური სივრცის სიჯანსაღისთვის, იმიტომ რომ არსებულმა პარტიებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს სათანადოდ ძლიერები ყოფილიყვნენ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს იყო მოკლე მიმოხილვა და პირდაპირ ეთერი ქართული რესპუბლიკის გუნდის ერთ-ერთი წევრისგან, გიორგი თავართხილაძისგან. ყოველდღიურად დაახლოებით 12 საათზე ჩვენ შემოგთავაზებთ ხოლმე ჩვენს მოკლე მიმოხილვას არსებული დღის წესრიგის შესახებ, ასევე თქვენც მოგიწოდებთ რომ ჩაერთოთ, დაგვისვათ კითხვები, გაგვიზიაროთ თქვენი აზრები და ვეცადოთ რომ ერთმანეთთან ჯანსაღი, ზრდილობიანი და გონივრული მსჯელობით რაღაც ახალი აზრები ჩამოვაყალიბოთ, ან არსებული აზრები შევამოწმოთ და დავწმუნდეთ მათ სისწორეში. სულ ეს იყო, გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.